ძალიან მაგარი ფილმია ხო? მაგარი ფილმი. ხალხი ზის ფილმს უყურებს და თათას არ აინტერესებს, იმიტომ რომ იმან მაგრა თქვა. მიყვარს კინო. Long time no see. დაუბრუნდით და თათას თავის პრეზენტაცია გორწეს. შეგვიფასეთ. დიდი ხანია არ გამოჩენილოთ და რა ფილმი დაუბრუნდებოდით თუ არა კრისტოფერ ნოლანის ოდისეათი კინოში ვუყურეთ. ეხლა მოგიყვებით მაგარ ამბავს. კავიას გვერდზე ის ფონტის გვერდით წერია IMAX-ი. ანუ IMAX-ი მთლიანად IMAX-ი წერია, რაც ლოგიკურად გაფიქრებინებს ადამიანს, რომ ყველა სეანსი ამ ფილმზე არის IMAX-ში. არ იყო ასე. რაც აღმოჩნდეთ ხოლმე მას შემდეგ, რაც დარბაზში ფეხი შევდგით და ვთქვი, ეს IMAX-ი არ არის. ჯერ ეს კიდე მონელებული არ გვაქვს, აქედან გვანცამობელებს, რომ ჩემი ბრალია, აქედან ჩემი ბიძაშვილი, ყველაფერი ჩემი ბრალია, აღარ მინდა ფილმს ნახო, ფილმი იწყება ქართულად. როგორ გაბედეს? ავდექი, მეთქი მე ამას ვერ მოვიწმენთ, მე ოდისეას ქართულად არ უყურებდი. და გავიქეცი, უკან მომდებ მთელი დარბაზი. თათა არ წახვიდე. მაგარი იყო რომ ის ადამიანები ვინც დარბაზიდან გამოვედით რომ გაგვერკვია ანუ ინგლისურად შევუკვეთეთ და ქართული შევხვევიდა და ყველა ვინც გამოვედით ვიყავით ქართველები და უკარო შევბრუნდით დარბაზში ისხდა ხალხი ისევ და უყურებდა იმ ქართული გახმოვანებით არც ერთი ქართველი არ იყო ამით ლაპარაკით ყველა არ დაგვიწყია იმიტომ რომ მოდი ენაზე ლაპარაკით დავიწყოთ იმიტომ რომ მე მინდა ესეთი რაღაც თქვა რომ ზოგადად ჰომეროსი იქნება თუ რაღაც ნებისმიერ დიდი კლასიკოსი მწერალი პოეტი ეს შემდეგ ყოველთვის გული მწყდება რომ ორიგინალში ყველა ამ დიდ კლასიკას და ყველაფერს ვერ წავიკითხავ და მით უმეტეს პოეზია ისეთი რაღაც არის რომ ორიგინალში უნდა შეიქმნა კი არის თარგმანები ქართველებმა ჩვენი დიდებული პოეტების გამო და მათიდან გამომდინარე ვიცით რომ რაც არ უნდა გადათარგმნო და რა მაგარი და რაღაც 100-ზე ნათარგმნიც არ უნდა იყოს ორიგინალს ვერაფერი აჯობებს და რაღაც იკარგება ანუ არის რაღაც ისეთი პოეზიაში რისი თარგმნაც უბრალოდ შეუძლებელია რაც არ უნდა ბევრი სიტყვა გქონდეს და რაც არ უნდა ზუსტი შესიტყვებები გქონდეს უბრალოდ გამოიცხლია ქართულადაც რო დაიწყო თუნდაც ეს ფილმი ის კი არ იყო რომ რაღაცა ქართულად მე არ ვიკადრებ ყურებას უბრალოდ როცა რაღაც ნაწარმოები იყო ის რა ჩვენ გავიგე როცა რაღაც ნაწარმოები არის ინგლისურად დავუშვათ და ეხა ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ადაპტაცია იყო ინგლისურად რა თქმა უნდა როცა გაქვს იმის შესაძლებლობა რომ ამ ენაზე უყურო უნდა უყურო ამ ენაზე იმიტომ რომ დისკუსია წავიდა ინტერნეტში რომ აი რაც გათანამედროვებული ენით არის და არ არის ეს ჰომეროსის ენა. ბევრმა მიიღო როგორც უარყოფითად რომ აი ტრეილერშიც იყო მე მგონი ის მომენტი პატინსონის პერსონაჟი რომ დედის ამბობს ჰოლანდის პერსონაჟი რომ დედის ეუბნება რომ აი your daddy თუ რაღაცა ეგეთი რა. და ნუ აი ხა ჰომეროსის პერსონაჟმა როგორ ახსენა სიტყვა daddy და არა როგორ არ ახსენა father აი რაღაც ეგეთი დისკუსიები წავიდა და შეიძლება და ისეთი ყოფილიყო რომ სრულიად გაპარტახებული ენა ყოფილიყო და რაღაც აი ყველა ის ეპიკური რაღაც რაც დევს ამ ამბავში შეიძლება ენას უბრალოდ ამოეღო და დაეკარგა იმიტომ რომ აქვს ენას მაგის შესაძლებლობა მაგრამ თავიდან რომ ესეთი ნეგატივით განწყობა არ მესწოდა, იმიტომ რომ ჩემთვის პირიქით ძალიან მისაღებია, როცა თუნდაც შექსპირის ადაპტაციებს თანამედროვე, ის კი არა რომ აი რაღაც ქართველებმა რო გავაკეთოთ ოდისეა და ეხა აი ვაკის სლენგებით და ჩემი წყლის დაკალებში რო არის აი მაგ სლენგებით რო დავიწყოთ ლაპარაკი. ეგ რა თქმა უნდა მიუღებელი იქნება. როცა ანუ რაღაც სათქმელის მორგებას ცდილობ თანამედროვე შენს დროზე და შენი დროიდან გამომდინარე გაქვს საერთოდ ეს სათქმელი და მაგას ცალკე ვილაპარაკებთ რა ნიშნავს ადაპტაცია და რატო არის ადაპტაცია ზოგადად საერთოდ უნიკალური რაღაცა ესე წინასწარ ნეგატივის შექმნა ძალიან არ მოსმოდა და მე მინდა ვთქვა რომ რაც მომისმენთ კი რაღაც დიალოგები იყო ისეთი რაც უბრალოდ ანუ თვითონ დიალოგი როგორც დიალოგი ნებისმიერ სახში შეიძლება იყოს სუსტი ან ძლიერი რაც ანუ მთელ ფილმზე არ ახდენდეს გავლენას ზოგადად, მაგრამ ჩემთვის ძალიან მისაღები იყო ფილმის მთლიანი ვერბალური ენა და საერთოდ არც ერთ მომენტში არ მიფიქრია, რომ აი ხა ჰომეროსის პერსონაჟი ამას არ ეთქოდა, იმიტომ რომ
იმ მომენტში ის არ იყო ჰომერის პერსონაჟი, ის იყო კრისტოფერ ნოლანის პერსონაჟი. ეხლა სხვა შორის რადგან ფილმი ჯერ არ არის დადებული საიტებზე დაგასპოილერებთ. IMDb ბრუნდება სახლში. IMDb-ზე გადავხედე ციტატებს და რო ვკითხულობდი ციტატებს, განსაკუთრებით ოდისევსის ციტატებს, აი მეთ დეიმონის ხმით, აი ზუსტად იმ ინტონაციით ვკითხულობდი, ანუ ერთხელ ვნახე ფილმი კინოთეატრში, ციტატას რო ვკითხულობდი, უბრალოდ ანუ არც ჩემი შინაგანი ხმა იყო არაფერი, უბრალოდ ეს იყო მეთ დეიმონის ოდისევსი და ჩემი აზრით ამით ყველაფერი ნათქვამია, როგორც არა მარტო სცენარისტზე, ყველთ მეთ დეიმონზე, იმიტომ რომ რომელზეც ვისაუბრებთ, ვაკებთ ვადიდებთ ვიზუალურ, ვერბალურ ხელოვნებაში, რასაც კინემატოგრაფი ქვია, აქ მხოლოდ დაწერილი არ არის საკმარისი, ინტონაციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ აი ყველაზე მარტივი მიყვარხარ, რამდენი ენაზე გვაქვს ფილმში მოსმენილი, ზოგჯერ იქრინჯები, ზოგჯერ ცრემლები მოგდის. ასე რომ მარტო ერთი რაღაც არ მუშაობს აქ და ბევრი ადამიანი და ბევრი ზუსტად აი სიტყვაზე თვითონ სიტყვაზე კი არ არის და თუნდაც იმ სიტყვის მნიშვნელობაზე რა კონტექსტში ჩასვამ ამ სიტყვას და რა თქმა უნდა მსახიობი როგორ წარმოთქვამს და ვიზუალურად როგორ წარმოაჩენ, იმიტომ რომ კინოთეატრის ნახევარი ეგ არის აუდიო-ვიზუალური ხელოვნება. ადაპტაციაზეც ვთქვათ ზოგადად. აი ხა ვთქვათ ადაპტაციაზე. ბევრ საკითხთან დაკავშირებით იყო უარყოფითი წინასწარი უარყოფითი განწყობა, მათ შორის იგივე მსახიობები, რაღაც კოსტუმები, აი ყველაფერში ხა არაფერი ამ ფილმში არ ვარგოდა. ჩვენ ტრეილერიდან რაც ვნახეთ, ეს იყო სრული shit. მე მგონი სამყაროს თანამედროვეობის კი არა, სამყაროს უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია იმაზე, რომ ჰომეროსი იყო გენიოსი და ოდისეა არის გენიალური ნაწარმოები და ყველა გენიალური ნაწარმოები, ყველა ქვეყანას რაც აქვს ჩვენ, სხვა ვეფხისტყაოსანი ასე შემდეგ. ყველა გენიალური ნაწარმოების გენიალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მიესადაგება ყველა ეპოქას და ყველა ხალხს. და თუ მის ადაპტაციას აკეთებ, რატო ვაკეთებთ ამ ადაპტაციას, თუ ის ჩვენ თანამედროვეობას, თუ ის არ იქნება ჩვენი თანამედროვეობის გამოხმაურება, ხო? შენ თუ ზედმიწევნით ისე უნდა გადაიღო, როგორც უწერია ჰომეროს, თუ ზედმიწევნით ისე უნდა გადაიღო, როგორც უწერია ალეგიერს და შოთა რუსთაველს, რატო უნდა გადაიღო? ეგრე ხო იმას უწერია. ამიტომ შენი ხედვით, შენი თანამედროვეობიდან, შენი ეპოქიდან გამომდინარე, იმ რაკურსით მე მგონი უფრო უპრიანია, რომ ეგრე აჩვენო, ხო? იმიტომ რომ თუ წერტილმძიმით გაიმეორებ, არ არის საჭირო გადმოწერა უბრალოდ. ხო, ეგ არ არის საჭირო. ეგრე წერია, ეგ არავის არ ჭირდება. ანუ კინოზე რო ვთქვათ, ხა, ანუ ადაპტაცია დავუშვათ თეატრში, სხვა არის ცეკვის ადაპტაცია ამ შემდეგ, მაგრამ კინოზე რო ვთქვათ, ეგ გამოდის ისევ და ისევ კინოს როგორც ატრაქციონად აღქმა, რომ თუ ისე უნდა გადმოიწერო მართლა წერტილმძიმით, როგორც არის ორიგინალში, მართლა კინოს ატრაქციონად გამოყენება გამოდის და არა ხელოვნებად, იმიტომ რომ უბრალოდ დაჭდები მაშინ და ხო იქ რაც მე უნდა წარმომედგინა, ყველაფერი იქ არის ზედმიწევნით და ეგ არ არის კინო და ეგრე არ აქვს დიდ რეჟისორებს და ნოლანიც ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორია, ეგრე არ აქვს, ეგ დამოკიდებულება არ აქვს და ჩანს ეს მათ ფილმებშიც. თვითონ იმ ადამიანების იმ დიდი ხელოვანების მიმართ ხოტბა არის, ჩემი პირადი დამოკიდებულებით, როდესაც აი ისეთ ადაპტაციას აკეთებ, როგორიც ამ შემთხვევაში ნოლანმა გააკეთა და სხვა რეჟისორებსაც აქვს გაკეთებული და გააკეთებენ. ჰომეროსი რომ ამას უყურებს და ჩემი აზრით ძალიან მოეწონებოდა. მართლა პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ეხლა მე ვიცნობდი ძალიან კარგი. ხო, არა, ამის მგონია რომ მოეწონებოდა, ხო? ხო, როგორც თქვით, ან წეხან რაც გამომეორო, ყველა ეპოქის და ყველა ხალხის საკუთრება, ყველა დიდი ნაწარმოები და ის თუ რაღაც აი ესე ხო ჩარჩოს გარეშე არა და მორჩა. არსებობს ადაპტაცია, კიდე არსებობს თავისუფალი ადაპტაცია და ასეთი ტერმინი ეკრანიზაცია. და ამ ორ შორის ძალიან დიდი სხვაობაა ადაპტაციას და ეკრანიზაციას შორის. და ეკრანიზაცია უფრო წეხარას ვქვით, ნუ წერტილმძიმით არც ეგ არ არის, მაგრამ უფრო ამას გულისხმობს. ადაპტაცია არის ზუსტად ის პერსპექტივა, რომელსაც მე გთავაზობ. ეს არის დაწერილი რაღაც თემა არის შიგნით, მე ეს მესმის, შენც გესმის, რაღაც აზრზე ვართ, მაგრამ ეს არის ჩემი პერსპექტივა, მე ასე წარმოვაჩენ. ანუ იმდენი ადაპტაცია არსებობს, რამდენი გონებაც არსებობს. ანუ ადაპტაცია როგორც უნიკალური მოვლენა რომ ახსენე, ეგ ხდის ადაპტაციას უნიკალურს, რომ არის ახალი პერსპექტივა და არა ის, რაც თავისთავად ისედაც არსებობს იმ ნაწარმოებში. ხელოვანის შინაგანი ბუნება და ხელოვანის შინაგანი ფილოსოფია
და ფილოსოფია ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნოლანის ინტერვიუებს რაც უყურე, იქაც ძალიან ახსენებს ფილოსოფიას და განსაკუთრებით ოდისეასთან ამ ბერძნულ ფილოსოფიასთან დაკავშირებით. ეგ ძალიან კარგად ჩანს ინდივიდუალური აზროვნება და ეს ხელოვანს რაც აქცევს, ხელოვანად ეს ავთენტური მხარე ადაპტაციებში ჩანს იდეალურად. ანუ ზოგში არ ჩანს და კი გასაგებია შეიძლება ეკრანიზაცია დაუძახოს, მაგრამ მე მაინც ნაკლად მივიჩნევ ხოლმე მაგას, როცა ვუყურებ რაღაც ის ეკრანიზაციას ან ადაპტაციას და ვერ ვხედავ იმაში რეჟისორის და სცენარისტის რაღაც ინდივიდუალურობას და რაღაც პრობლემას, რაც რაღაც საძირკველს პრობლემის, რაც ძალიან აწუხებს და რის გამოც გადაიღო ეს ფილმი. ანუ ფილმს რო უყურებ, თუ კადრი არა, თუ სცენა არა, რაღაც შეგრძნება მაინც უნდა, შეგრძნების დონეზე მაინც უნდა გაგიჩნდეს ის თუ რატომ გადაიღო ეს რეჟისორმა, ანუ რა მოეწყონა, რაზე ფიქრობდა ღამეების განმავლობაში, რაზე გაათია ღამეები. ზოგად მიმოხევიდან უკვე უშუალოდ ჩავშალოთ მეგონი დრო არის. აუცილებლად მინდა რომ დასაწყისით დავიწყოთ. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მაგალითი ფილმის დაწყების და ჩემი უსაყვარლესი დასაწყისი ყველა ფილმიდან იყო კაზინო. ნოლანის ოდისეის დასაწყისი არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი დასაწყისი ყველა იმ ფილმიდან, რაც კი მინახავს. იწყება ბარდი ამ მელექსის სიტყვებით, რომელსაც ტრევის სკოტი ასახიერებს. ნოლანის ეს ფრაზა მახსოვს, რომ ოდისეა არის სიტყვით მოყოლილი, პირით მოყოლილი პოეზია, რაც იგივეა, რაც რეპი. სულ მახსოვდა ველოდებოდი. აი დასაწყისი, აი თურმე რას გულისხმობდა, თურმე რაც უნდოდა ზუსტად ეგ გააკეთა, რას თქვა რომ ამის გაკეთება მინდოდა, ზუსტად ეგ გააკეთა და ეგ მომეწონა ძალიან რა. რა ტექსტია, უბრალოდ სიტყვებს ისვრის, ანუ სიტყვებს იძახს ჩამოთვლის, არ მახსოვს ახლა ზეპირად სახე, ეგეც რო გადავიკითხე, ძალიან რეპის ხასიათის არის. აი ზუსტად სიტყვები ერთმანეთს არ ერითმება. აი ესე ანუ რითმაში არ ზის, მაგრამ ეს ჯოხის ყოველი დარტყმა ისეთ რიტმს ქმნის და ის ზუსტად რეპთან მიდის და თან ამავდროულად დაუცებ მე ეს ბახტა როგორ გადადის ტროას ცხენზე, რომელიც არის გაჭედილი სანაპიროზე და ეს ტალღების ხმა როგორ რიტმულად შემოდის და ეს ერთმანეთთან გაურითმავი სიტყვები ამ რიტმის დახმარებით ისეთ მაგარ მუსიკას ქმნის, რომ მართლა ეს პოეზია და რეპი და თვითონ რეპი როგორც იშიფრება, ხო? კრისტოფერ ნოლანს და მაყურებელს შორის რაღაც inside joke-ით იყო ეგ, რომ აი რეპერი ტრევის სკოტი ამ ოდისეას რეპავს, აი რატო why do people hate joy? ესეც აუცილებლად მინდა ვახსენო, რომ ეს არ იყო ის როლი, ეს არ იყო მსახიობის როლი, რასაკვირველია, ეს პერსონაჟი მუშაობს, იმიტომ რომ ეს არის მთხრობელი, კი მართალია ნარატორის ხმა ჩვენ არ გვესმის დანარჩენ ადგილებში, ხო? რაც რასაკვირველი მაგარია. მაგრამ მაინც არ ვიცი, იმიტომ რომ წაკითხული, რადგან გაქვს ოდისეა ამის გამოგონია, ეს პოეზია რა, ეს ის ლექსია, ეს ის პოემა არის და ამიტომ სულ ეს პერსონაჟი, იცი რომ ეს პერსონაჟი გიყვება, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არ გესმის რომ გიყვება. ანუ ასეთი პერსონაჟია, მაგრამ ძალიან მომეწონა ტრევის სკოტის, აი ენერგია ქონდა ძალიან სასწაული. აი ასეთი ენერგია ბოლომდე ფილმს გაყვებულ ზუსტად მაგ ენერგიის გამო იყო ალბათ, რომ მეგონა რომ ამ ამბავს, რასაც უყურებდი, მიყვებოდა ეს მელექსზე. ეს ენერგია ბოლომდე იყო თანაზიარი იმ სხვა ენერგიებთან, რაც ფილმში არის და მე ძალიან ბევრი სხვადასხვა სათქმელი რაღაც იყო, ამ ყველა სათქმელს თავისი პირადი ემოცია და თავისი პირადი ენერგია მიყვება და ეს ყველაფერი ერთმანეთთან იყო შერწყმული, არაშეზელილი და ამღრეულ დადღლეზილი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. მაგრამ ეს პირველივე წამს რა ენერგიას დასვა ტრევის სკოტმა თავის სიტყვაში, მოქმედებაში, თავის ჩაწევები, აი ძალიან მარტივი რაღაცაა, ხო ერთ შეხედვით, მაგრამ არა რეალურად ეტყობოდა რომ გულიანად გააკეთა რა და ეს ენერგია რო წამოიღო თავი პირველი წამიდან ტიტრებამდე ფონად მიყვებოდა ეს ენერგია ყველა იმ დანარჩენ ენერგიებს, რასაც ჩვენ ფილმში ვხედავდით. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ფილმში ოდისევსი უფრო იყო ხოლმე მთხრობელი, ვიდრე ეგ პერსონაჟი, ანუ მაგას ხედავთ დასაწყისში და დასრულში. ანუ მთხრობელად დარჩა მაინც ის, უბრალოდ ოდისევსი იყო როგორც, ანუ ხო თითქოს აი ტრევის სკოტი იყო ჰომეროსი.
ხო, ხმის მონტაჟი თვითონ ხმინა ხმაზე გადასვლა, ამით ამბის თხრობა. ეხლა ვერ ვიტყვი რომ ზუსტად მახსოვს რაღაც მომენტები, რაზეც ეგ მუჯლუგუნი გაკარეთ, მაგრამ იმდენი იყო რომ უბრალოდ შოკში ვიყავი ხოლმე, რომ როგორ გადავიდა, როგორი ტრანზიშენი გააკეთა. აი, სუფრაზეს ხედან მაგას რომ ამბობს. არ მახსოვს ზუსტად წესით ის ხმები მოდის, სუფრის ხმები რა, რასაკვირველია ისე. კი, მოგუდულა. დოღრიალა ისინი არის მის ჯოხის რიტმი როგორ გადავიდა ტალღებში, რომელიც აბსოლუტურად სხვადასხვა ტონია, სხვადასხვა ხმა საერთოდ, ხო? და გადავიდა ერთ-ერთ საუკეთესო კადრში და ვიზუალში, რაც ფილმში არის. კიდე დამურზმნა. ნახევრად ჩაფლული, მიწაში ნახევრად ჩაფლული ტროას ცხენი. კრისტოფერ ნოლანმა თქვა, რომ წლების განმავლობაშიო ეს კადრი მიტრიალებდა თავს, იმიტომ რომ ტროას რეჟისორობა შესთავაზეს, მე მგონი თუ რაღაც მსგავსი. და რაღაც მე არ გამოვიდა ის და მას შემდეგო სულ ფიქრობდიო, რომ აი როგორ გავაკეთებდი, რაც გავაკეთებდიო და ეს მიტრიალებდა ყოველთვის თავშიო, რომ აი რაღაც ნახევრად ჩაფლული ტროას ცხენიო და თან ანუ მათ ხომ ზის ჩასვაც აი რაღაც ბურანი მოსაღამოებული რაღაც აი ეგეთი პერიოდი ხო რა თქმა უნდა ვიცით რომ არც ვიზუალი ტექნიკურად არაფერი არ გვიკვირს ნოლანის ფილმში და ვიცოდით ყველა ვინც მივდიოდით რომ ტექნიკურად იქნებოდა 100 და 1000%-ით გამართული, მაგრამ გადმოწერილი გამართული რაღაცებიც არ არის კინო რა, ის ზუსტად ის ინდივიდუალურობა და ის სული რაც ნოლანს და მსგავს დიდ რეჟისორებს აქვს, ეგ არის კინო. სკორიც, ანუ აქ ვთქვათ, ხმას რა მაგრა ერწყმოდა სკორი, იმიტომ რომ მომენტებში იყო რომ არ ვიცოდი, ანუ რასაც მე სხეულში უგრძნობდი ამას ხმა მიკეთებდა, სკორი მიკეთებდა, თუ ორივე თუ ვინ მიკეთებდა. რა ხდება დედა? ეს ლარის ჩამოყრა. ეს იყო, ანუ ყოველ ჯერზე მურცგლა. ჩვენ ვიყავით ესე. აი ხო, რომელს უფრო მეტად დაბურცგლა. აი ეხაც რომ ახსენდება დღესაც რა და მობილიზებული ყავი ჩაწერისთვის ეგ მომენტები რომ გავიხსენე ყოველი მომენტი იყო აი აქ გულში აი გულის ის ფეთქვა რომელიც ემთხოვდა მაგ ლარის ჩამოყრას იყო უფრო ძლიერი ვიდრე დანარჩენები რა აი უფრო დიდად ფეთქავდა უფრო სისხლი სხვანაირად მიდიოდა თვითონ ლარის გამოკვის ის თხრობაში რა მნიშვნელოვანი ანუ თავიდან ხო თითქოს მაგას ფიქრობ რა უბრალოდ როგორც ეფექტი და ანუ რა მაგარი ხმა და რა მაგარი და ბოლოს იგებ რომ ანუ მარტო ეგ ეფექტი კი არ არის და ბოლოს ისე გაჟრიალებს იმიტომ რომ თხრობაში არის უკვე ანუ როგორც უკვე სიმბოლოა ხო როგორც სიმბოლოა უკვე რომ აი ხო ოდისეუსის იდენტობა და ბინაობა და შინაგანი ხო ის რაც სინამდვილეში არის ოდისეუსის არის როგორც თვითონ ჰომეროსი ახასიათებს რომ აი ღვთის დარი და შემდეგ რაღაც თითქოს ყველა იგ ეპითეტი არის გაერთიანებული მაგ ერთ ხმაში. ხელწერაზე ვთქვათ რა, ანუ ჩემთვის ეგ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან ველოდებოდი რომ აბა აქ როგორ შეინარჩუნებს ჰომეროსის ოდისეა და აბა ნოლანს როგორ დავინახავს და პირველ რიგში ხა ნოლანი რაში იცნობა, ხო? რასაკვირველია დროში. დროში. მისი ობსესია მთავარი. აქ აღებული სიუჟეტი, რომელიც არის დაჭრილი, ასე გადაჭრილი მაკრატლით, ეს ყველაფერი გადაადგილებული აქვს. ანუ ერთმანეთში რასაკვირველია ლოგიკა. ეხლა ეს რო გავაკეთე, ეს გამოგხსენდა რაღაც ინტერვიუ თუ რაღაც არის, სადაც დაფაზე ხაზავს მომენტოში როგორ გადაადგილა ისინი. აწმყოდან გაბრუნებს ოდისევსის ფლეშბექში, იმიტომ რომ ამ აწმყოში ოდისევს საერთოდ ვერ ხედა, ნუ დასაწყისი და რომ მიყვეთ. მერე ნუ პარალელურად მიდის სად არის ოდისევსი როგორ არის და ასე შემდეგ ეგ ხო კიდე ცალკე ამბობი, მაგრამ აი ფლეშბექებზე გავგიჟდი. პირველ რიგში ეს კალიფსოსთან როცა არის. ნოლანის დროსთან დამოკიდებულება და დროის ფილოსოფია ჩემთვის არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იმის, რომ დრო არ არის სწორხაზოვანი და ეს არ არის წარსული აწყვო მომავალი და ეს არის უფრო რაც წრიული, რაც ყველაფერი ერთად ხდება და ყველაფერი უკვე მოხდა და ყველაფერი არის ერთობლივი და არა რაღაც დაყოფილი, უბრალოდ ჩვენ ვყოფთ, იმიტომ რომ ადამიანის გონება სხვანაირად ვერ უძლებს, რომ აღიქვას ის მასიური და მასშტაბური რაღაც, რაც არის დრო. და ნოლანი ისე ახერხებს თავის ფილმებში და აქაც ანუ თან რაღაცა არ გაგდებს, ანუ არ გაგზნობინებს, რომ ძალიან განსხვავებულია და რომ რაღაცა ის ყველაფერი ერთად ხდება და ანუ რაღაც არ ტვირთავს ძალიან შენს ცნობიერს. უბრალოდ
ამტკიცებს ჩემთვის იმას, რომ ყველაფერი შეიძლება რომ ერთად ხდებოდეს და მაინც იყოს გასაგები და ადეკვატური. თვითონ ფილმში იმხელა ფილოსოფია დევს და იმდენი რაღაც არის შესვლილი, ანუ ეს ცვლილებების ძალიან საინტერესო რაღაც არის, იმიტომ რომ ადაპტაცია ჩემთვის პირადად მე რო ვიგებ ადაპტაციას, თავისთავად გულისხმობს ცვლილებას. ყველაზე დიდი განსხვავება და რაც რო გამოვედით პირველი ეგვახსენე, იყო ოდისეუსის სინანული და მთელი ეს თხრობა, რაც ამაზე არის აგებული. და ინტერვიუს რაც ვუყურე ერთ-ერთში ასეთ რაღაცას ამბობს, ჯერ ის ჟურნალისტი სხვა შორის ძალიან მაგარი კითხვებს უსვამდა, ისეთ კითხვებს უსვამდა, რისი დასმაც მე მინდოდა, მეთქი შენ გაიხარე, ქალბატონო. და ესეთ კითხვას უსვამს, რომ ჰომეროსის ოდისეა უფრო რო აღნიშნავ რაღაცას და უფრო სიხარულით დაწერილია, რომ რაღაცას აღნიშნავ და შენიო ესეთი არ არისო და ამაზე რას ფიქრობ და ნოლანის თემს ასეთ პასუხს, რომ ჰომეროსის აუდიტორია, საზოგადოება და თვითონ ჰომეროსიც მისტიროდა იმ საუკუნეების წინ არსებულ დიდებას, რაღაც ბრინჯაოს ეპოქის ამ დიდი ოქროს ეპოქის ჩამოშლა და ასე შემდეგ. იმას მისტირის და იცის, რომ აუდიტორია იმ საუკუნეების წინანდელი საზოგადოების განდიდებას მოუწონებს და რაღაც შეიძლება იმის იმედიც აქვს, რომ იქნებ რაღაც შევცვალო საზოგადოებაში, იქნებ დაუბრუნდეთ იმ საძირკველს, სადაც ვიყავით ასეთები. და მაგიტო არის ტონი განსხვავებული იქ და ჩემი ტონი ეგეთი არ არის, იმიტომ რომ სხვა ეპოქაა, საზოგადოება სხვა არის, ნოლანი ძალიან ნოლანზე მაგრად ალბათ მარტო სპილბერგი იცნობს თავის აუდიტორიას, არ ვიცი, ანუ ნოლანმა იცის ვინ არის, ვინ უყურებს მას. ფილმებში ხო ჩანს რამდენად განაცლებული და ნაკითხი და რაღაც ტიპია, მაგრამ აი ინტერვიუებში საერთოდ ჩანს, რომ ისეთ სიღრმეებში და ისეთ რაღაცეებში არის ჩასული, რომ სტარტაროში რაღაცე, ანუ ისეთი რაღაცეები აქვს ამოქეკილი, უბრალოდ ანუ ძალიან დიდთავა. კარგი, საუკეთესო გაგებით. რადგანაც იცის მან მისი საზოგადოება და დრო და აწუხებს ის, რაც აწუხებს, ამიტომ მისი ტონი არის უფრო ოდისეუსის არა გამარჯვებაზე, არა მის რაღაც ღვთისდარობაზე ლაპარაკი, არამედ უფრო მის ადამიანურ ბუნებაზე და მის სინანულზე და შინაგან ბრძოლაზე, რაც ლოგიკურად შეიძლებოდა, რომ იმ მოვლენებს გამოეწვია და ერთ-ერთი რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ალბათ რაც მართლა პირველი ვახსენე, იყო იქ ტონის შეცვლა და მორგება დღევანდელი საზოგადოებისთვის, ეპოქისთვის და რაც მთავარია, ეს მორგება არ არის რაღაც პერფორმატიული და არ არის იმისთვის, რომ აი რაღაც ის ხალხი ამაზე ფიქრობს და ის ამ პრობლემას ხედავს საზოგადოებაში. და მოდი ამაზე გადავიღებ ფილმს, რომ რაც შეიძლება მეტმა უყუროს, რაც შეიძლება მეტმა რაღაც იგრძნოს და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ მასაც რეალურად აწუხებს და ის ძალიან კარგად ჩანს ფილმშიც. ჰომეროსის ოდისეუსის ერთ-ერთი მთავარი ძალა უკან დასაბრუნებლად. იმაზე მეტი ძალა ჭირდება, ვიდრე უბრალოდ გმირს აქვს და ზუსტად ღვთისდარი ძალა სჭირდება და ამ ძალას რამდენი ათენა თან თავზე ადგეს და რამდენი მაზეუსმა ელვით გამოუშვას, ანუ ვერ თუ შინაგანად არ აქვს ჰომეროსის ოდისეის ერთ-ერთი მთავარი ძალა არის ზუსტად ის სიამაყე და ცოდნა იმისა თუ ვინ არის, რა გააკეთა. თავდაჯერებული. ხო, ეს თავდაჯერებულება რაც გააჩნია და ეს მატებს ზუსტად იმ ძალას, რომ გადალახოს ყველაფერი, რომ რამდენად შეუძლია შენ შინაგან, ანუ ფსიქოლოგიურ მდგრადობას, რამდენად შეუძლია გადაწონო შენი ფიზიკური სიმყიფე. ნოლანთან უკვე არის ის არათუ გააკეთა, არამედ რა ჩაიდინა და აი ამის ცვლილება ის კი აღარ ამაყობს. პირიქით ველი ამბავი არის იმაზე, რომ დავიწყება უნდა. იმიტომ რომ იქაც მე კალიფსოსთან როცა არის და უკვე რო ხდება რომ მე ეს ლოტუსის ყვავილები აღარ უნდა ვჭამო, რაღაც მომენტში იყო რომ არ უნდოდა, კი უნდოდა თავის ცოლშვილის გახსენება, მაგრამ იცოდა, ზუსტად არ იცოდა რა გაახსენდებოდა, მაგრამ იცოდა რომ რაღაც ისეთი გაახსენდებოდა, რაც გაანადგურებდა. აი ეს მომენტი ნაღდათ იყო რაღაც ეს პაუზა, შინაგანი პაუზა მისი, ნუ თუ უღირს თავისი ცოლშვილის, თავისი ქვეყნის, თავისი ოჯახის, თავისი შვილების, ხო, იმ მოქალაქეების ამ ყველაფრის გახსენება, ნუ თუ გადაწონის იმას, რისი დავიწყებ, რისი გახსენებაც არ უნდა. ბოლო ნაწილისკენ კიდე საერთოდ ის, როდესაც ათენას განსხეულება, ხო, იმ ქანდაკების განსხეულება, ეს დანაშაული
კაცობრიობის წინაშე რაც ჩაიდინა, არ მხოლოდ მან ყველა, მაგრამ ის თავის ცოდვებზე აგებს ხო პასუხს. ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული კი არ არის, ღმერთების წინაშე ჩადენილი დანაშაული არის. არ შეიძლება რომ ასეთი დანაშაულის შემდეგ შენ ამაყობდე. კი, ეგ არის რომ ჰომეროსთან კი ადამიანი ოდისევსი ვხედავთ იქაც უფრო ღმერთივით არის რაღაც თითქოს, მაგრამ ნოლანთან არის მაქსიმალურად გაადამიანურებული, აი რა დონეზე შეეძლო რომ ადამიანად ექცია და აი ისეთ ადამიანად ექცია, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით და ჩვენი ეპოქის ხალხი იცნობდა, ეგეთ ადამიანად აქცია და ემოციური ბერკეტი ეგ არის მთელი ფილმის ოდისევსის ადამიანობა, რომელიც აქამდე შეიძლება ესე მე მგონი არსად არ გვაქვს ნანახი ამ დოზით, რაც ნოლანთან დავინახეთ. ამაზე ამბობს რომ ნოლანი რომ მე რომ შევისწავლეო ეს რაღაც ეპოქა და შემდეგ რაც დავინახე არის რომ ზევსის კანონი, რაც ზევსის კანონში იგულისხმება რომ მოიქეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ, იმიტომ რომ ის სხვა შეიძლება იყოს ღმერთი, შენი ხმული ღმერთი შეიძლება იყოს. ზუსტად იმას ამბობს, რასაც ფილმში გაჩვენებს, იმიტომ რომ ის ზუსტად დავინახე ეგ აზროვნება და ეგ ფილოსოფია. რომ არც ერთ ეპოქაში არასდროს არ შეცვლილა ის, რომ ადამიანს უნდა მოექცე ისე, როგორც გინდა რომ ის შენ მოგექცეს. და ეს არის ზევსის წესი და ეს იყო მაშინაც ზევსის წესი. და ოდისევსმა გააკეთა ის, რასაც მაშინ არ პატიობდნენ ღმერთები და რაც მე თვითონ თავის თავს არაპატია და ამ ფილმში შეიძლება ეს იყო მისი ყველაზე ღვთიური და ყველაზე დიდკაცობის გამომხატველი და ღირსეული თვისება, რომ საკუთარ თავს არაპატია. ანუ ბოლომდე ვერ ვხედავთ, რომ აი აპატია და მორჩა. ის ყოველთვის ატარებს ამას, იმიტომ რომ ტროას ხენითის რომ იმ ქალაქში შევიდა, მან დაარღვია ზევსის კანონი. და ეს არის უპატიებელი ცოდვა, თუნდაც როგორც ესმოდათ მაშინ და როგორც გვესმის ეს, რომ და აი მაგიტო არის, რომ აი თანამედროვეობაში ეს ფილმი და ეს ტონი და ეს სათქმელი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სადაც გავიხედავთ, ყველგან ბომბებია და ყველგან რაღაც უბედურება და უსამართლობა, რაც ალბათ იფიქრებდა ადამიანი, რომ აი 2026 წელს და 21 საუკუნეში ეს აღარ უნდა ხდებოდეს, მაგრამ კიდევ ხდება, იმიტომ რომ ზოგადად საკაცობრიო პრობლემაა, მარადიული პრობლემაა და ხანდახან გვჭირდება ისეთი შეხსენება და არ იყო ეს საერთოდ დამრიგებული ტონი, მე თითის ქნევად საერთოდ არ მიმიღია, უბრალოდ იყო რაღაც ერთი ადამიანის მიერ მეორესადმი შეხსენება, რომ ჩვენ ეს წესი არ უნდა დავარღვიოთ და ჩვენ ერთმანეთს უნდა ვცეთ ამ წესით პატივი. ჰომეროსის ვერსია როგორ უყვარს და ჰომეროსის ვერსიას რამხელა პატივს ცემს, ეგ ჩანს თვითონ ამ ფილმიდან ძალიან კარგად ჩემი აზრით. მაგრამ ზუსტად ის რაც ვახსენე თუ არის ადაპტაცია და იმიტომ არის მაგარი ნაწარმოები ეს ფილმი ჩვენ თანამედროვეობას ეხმიანება და ჩვენი 2026 წლის რაკურსით არის გადაღებული. ამიტომ არის მაგარი და ეს კიდე ერთი დიდი სასიყვარულო წერილი არის ჰომეროსის მიმართ, მაგრამ ისიც რომ ასე რომ განსხვავდება, ხო აშკარად ახლა განსხვავდება, კაცი იქ ამაყობს რომ ეს გააკეთა, აქ კიდე ცდილობს ამას გაექცეს და ბოლოს ზუსტად იმ ძალას პოულობს საკუთარ თავში, რომ არ უნდა გაექცეს და ღირსია რომ აი ამ ცოდვით იცხოვროს, იმიტომ რომ მან ეს დაიმსახურა. გამაჯერია, იმიტომ რომ ბოლო მონაკვეთი გამახსენდა საჩი რომ მიდის უკვე და იმერო ყველაფერი რაც ხდება და მართლა საჯრეალო რაღაცა. ამ ეპოქებს შორის სხვაობაც იქ მაშინ როცა ჰომეროსი ამას შუაღამის მაშინ როცა ჰომეროსი ამას წერდა კაი იყო. იმ კითხველს და იმ მაყურებელს რომელსაც ჰომეროსი ამას თავაზობდა ზუსტად სჭირდებოდა ღვთისდარი კაცი. მთელი ეს ძველბერძნული ეპოქა ხო ეგ არის ჰეროიკული პერსონაჟები, ჰეროსები და გმირები. ნოლანისთვის და ჩემთვის და ყველასთვის მე უმეტესობის მე მგონი იმის გამო რომ იქ ოდისევსი სინანულს არ აჩვენებს, იმას კი ანიშნავს, რომ ცუდი ტიპია. იმას ეპატიება, იმიტომ რომ ის ღვთისდარია და ღმერთებს ყველაფერი ეპატიება და მგონი ამ ფილმშიც იყო ნათქვამი ეს ფრაზა, რომ ღმერთებს ყველაფერი ეპატიება და იქ ოდისევსი ღმერთის ტოლი არის და ჩვენ დღევანდელობაში ჩვენ გმირები და ჰეროსები და ღმერთები კი არ გვჭირდება, დღეს ყველაზე მეტად რაც აკლია
კაცობრიობას არის ზუსტად ადამიანურობა და 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და 8 მილიარდ ადამიანში ჩვენ კიდე გვჭირდება ადამიანი. ვეძებთ ოქროს აკვანში წონიერი ადამიანი. იცებნება ადამიანი. სატვის. დღეს ამპოეტურები ვარ. ვაიმე. კაი, მაშინ პერსონაჟებზე ხო არ გადავიდეთ. აგამემნონით მინდა რომ დავიწყო და კრისტოფერ ნოლან. აი მარტო ამ პერსონაჟის გამო ბრავო და ვაშაშენ. მარტო ამ პერსონაჟის გამოც კი იყო უიდილიაურესი ტირანი. ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტა იდეალური ტირანის სახე შექმნა იყო ზუსტად ის, რომ არ გაჩვენებს ვინ არის. რაც არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხერხი ზოგადად კინემატოგრაფში, როცა ისეთ მნიშვნელოვან ფიგურას არ გაჩვენებს რეჟისორი, მან იცის. დგას ტიპი, ანუ რაღაც კადრებში მარტო ეს არის და ამ დროს არ იცი ვინ არის ამ ყველაფრის მიღმა. გეშინი, ანუ რაღაც მომენტებში მართლა მეშინი. ძალიან შემზარავი იყო. აი ეს იყო განსაკუთრებით, მაგრამ არა ახლო ხედებით, აი ეს ხედი მით უმეტეს ოდისევსი რო ზურგიდან ეძახის და რო შემოტრიალდება. ეგ არის სცენათა შორის ტრეილერშიც ხო იყო ეგ სცენა და ეფექტური იყო, მაგრამ ფილმში კიდე სულ აი ესე რომ მოყურებ და უცებ აი ესე გავიწიოღან, ანუ ოკეი. და როგორი პატარა იყო ოდისევსიც კი ეს, ოდისევსიც კი მის წინაშე და როგორი პატარა ვიყავი მე. ხო, ძალიან მცირე, ასეთი ბრუტალური და მონუმენტური პატარა ყველა იმიტომ იყო მაგასთან, ანუ უმონუმენტურესი ფიგურა იყო. რაღაცა თვითონ ანუ კამერის რაკურსის არჩევანიც უბრალოდ ანუ გასაგებია რომ კინოენაა და ნუანსი გარშეშლება, მაგრამ ესე მიყვება ეს ოდისევს და მე რაღაცნაირად დაბლა ჩამოდის და ეს ჩანს რაღაც ბუმბერაზი რომის წინაშე საერთოდ თქოს შენს უნდა ადგე ამ შენი სკამიდან და ხლებზე უნდა დაემხო აი რაღაც ეგ რო უყურებ იმდენად დამანგრეველი ძალად ემოცია აქვს და ეგ ძალიან დიდი დამსახურება არის ბენ საფტის, რომელიც ჩემი აზრით მისი საუკეთესო პერფორმანსი არის ყველა შემთხვევაში, რაც მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ 2 საათნახევრიანი ფილმია, ჯამში ალბათ 3 საათიანი, 2:50. ხო, 3 საათი, რომელიც არ იგრძნობა და ეგ ხო კიდე ცალკე ამბავია. 2 წუთი, 3 წუთი არის მარტო მისი პერსონაჟი და ამ 3 წუთიდან 1 წამიც კი ბენ საფტის სახე არ ჩანს. ანუ რითაც ის მუშაობს არის თვალები, რომელიც არის ჩაკარგული ამ მუზარადის სიშავეში და ამ ჩრდილებში, მაგრამ მზერა მაინც ჩანს, იმ გამყინავი. გებს რაღაცა მკვლელი არწი, სვავი, ქორი, ყველანაირი დამანგრეველი ცხოველური ენერგია და მეორე არის ეს მიხრა-მოხრა მოძრაობები, ხო? აი და სხეულის ენა, მაგაზეც გვაქვს ნალაპარაკები ბევრჯერ ვიდეოებში, რამ ხელა მნიშვნელობა აქვს სხეულის ენას მსახიობის, რომ ეს არ არის მარტო ლაპარაკი და ვერბალური რაღაც გამოხატვა, ან თუნდაც ექსპრესია და სახის გამოხატვა, რომ ხელაძალა აქვს სხეულის ენას. მიუხედავად იმისა, რომ ოპენჰაიმერში ცუდი ნახდათ არ იყო, როგორ იყო ცუდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ნახდათ არ დავამახსოვრდა მაგ ფილმი და რაღაც ისე უფრო პერსონაჟი იყო დასამახსოვრებელი, ვიდრე თვითონ საფტი, მაგრამ განაც ცუდად გააკეთა რამე. აი აქ ოდისევსი, რომელიც პირველი მოდის ასაკვირველია თავში, ჩემთვის პირველად მეორე, რომელიც ასე კუჩი მოყვება, არის ზუსტად აგამემნონის პერსონაჟი. ხო და იმ სცენებში როცა ერთად არიან ჩრდილავს ოდისევსი. ხო, აი იმიტომ რომ ეგ არის, აი ეგ ნოლანის ეს დაფარულ სახე, ან ეს განზოგადება იყო, იმიტომ იყო ასეთი დამანგრეველი, რომ ეს მხოლოდ აგამემნონი კი არ არის, ეს არის ზოგადი სახე იმ ტირანების, იმ დამყრობლების, იმ მკვლელების და ეს ყველაფერი ძალიან დიდია და რო თითოეული ნაბიჯი, რომელსაც აგამემნონი დგავს ამ ფილმში, იცი რომ ამ ნაბიჯებს უკან უყვება ჩრდილი, ნანგრევებზე გადაფარებული ჩრდილი. აი ყველაფერში გრძნობ და ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, ასევე ეს აი ეგ ძალიან მაგარი იყო. უკვე თავის ამბავს როცა უყვება ოდისევს, კლიტემნესტრამ რაც გააკეთა შური როგორ იცია მასე და აქ უკვე თავის კი არ ჩანს. ანუ აგამემნონის თავის კი არ ჩანს, ხოლო ცხეულს უყურებ, ზურგს და ასე შემდეგ და აი აქაც სხეულის ენა როგორი აი სულ სხვა როგორი მოშვებული არის. აი სახში არა. აი როგორი სულ სხვა მოდი მშვენიერ ელენეზე ვთქვათ მაშინ, იმიტომ რომ მე მახსოვს ის რომ გადმომილაპარაკე რომ ეს ტანზეც დასერილია. თუ რა მეკითხე თუ რაღაცა ტანზეც დასერილი. მაგრამ ტანზეც დასერილი იყო აშკარად და იქ რა მაგარი რაღაც თითქოს სიმბოლო იყო იმ
ყველაფრის, რაც იქამდე მის გამო მოხდა. რაც მის გამო მოხდა და წიგნშიც პოემაშიც ხო არის თვითონ რაღაცა სინანულს რო გამოხატავს სწორედ გუნდის წყვეტას, რომ ჩემ გამო მოხდა ამდენი რაღაცა და მენელაოსიც კი ამბობს, რომ ჩემ გამო მოხდა ამდენი რაღაცა რაღაც და ეგ განსხვავებას მენელაოს და აგამემნონ შორის ძმებს შორის ძალიან მაგარია. ანუ ერთს საერთოდ არ არიან, ერთად საერთოდ ვარ ვხედავთ. რამ ხელა განსხვავებაა ძმებს შორის, აი რაღაცნაირად რო გახსენდება, რომ ისინი ძმები არიან, უბრალოდ ვერ გახსენდება. ხო, ანუ ხო, რო არ იცოდნენ ძმები არიან. ხო, რო არ იცოდნენ ძმები არიან, ვერც იფიქრებს საერთოდ მაგას. მაგრამ ხო, ანუ წიგნშიც ხო არის ეგ, რომ აი რაღაც მაგას გამოხატავენ რა და აქ თითქოს აი მაგის ეგ სიტყვები არ ათქმევინა და სხეულზე გამოხატა ნოლანმა ეგ, რომ ატარებს მაინც ის არ არის სახში დაბრუნდა და ეხა აი მის გამო ამდენი რაღაც მოხდა და ეხლა მშვენიერია, ისე სახშია და დედოფალია და ისე მშვენიერია. არა, ანუ ეს თაღი აქვს დასმული და ეს ჩანს ვიზუალურად, იმიტომ რომ კინო არის ვიზუალური, ხელოვნება და ჩვენც ვხედავთ ამ თაღს. შესრულებით ამ ძალიან მაგრა შეასრულა უბრალოდ კლიტემნესტრას და ელენეს შორის ამ ფილმში განსხვავება, ანუ მე რო ამცოდნოდა რომ სხვადასხვა პერსონაჟები იყვნენ, მეგონებოდა რომ ერთი პერსონაჟი იყო. რაღაც ეგეთი თავიჭერა ის გიჟური ყვირილის მომენტი იყო ერთადერთი რომ ეს არ ვიცი, ესე იყო ჩაფიქრებული თუ უბრალოდ მე დამრჩა იქ თავეჭილება. რო განსხვავება არ ყოფილიყო? ხო, ჩემს არანაირი განსხვავება არ იყო, ასე მეგონი, ანუ ერთი და იგივე პერსონაჟს უყურებდი, ანუ რომ ამცოდნოდა რომ სხვადასხვა რეალურად სხვადასხვა იყო, ხო? აი რაღაც დანაშაული, აი ეგ ახსენე, რომ სინანულიო და მე შენ თვითონ გადააკეთე. იქ სინანული არ არის, არც ელენეს პირიქით რაღაც აი მოხარულია, რომ მისმა ქმარმა დააბრუნა. აქ ისე ზიზღეთ უყურებს, ისე ეზიზღება, ყოველი გახედა, ნუ თვითონ ის დასერილ სახესაც ვანახებს ეგ ეპიზოდი, აი დამაჟრიალებელი ფილმია, როგორც თქვი თავიდან ბოლომდე, ხო? წიგნში წერია, ხო, ფილმში არ ყოფილა ეგ. პენელოპე რო ელენეს მოიხსენიებს, რომ მაგის გამო ასეთი რჩეული ისინი დაიხოცენო ფილმში არ იყო? იცი როგორ მაგის ხო და აი წიგნში არის რომ აი მაგის გამო ესე დაიხოცნენ და ყველაფერი არის ელენის ბრალი რომ აი ეგ დამპალი ეგა მაგის გამო რამდენი კაცი შეწირა. აქ აი ტელემაქეს რო გადაეხვევა და როგორ დედასთან ბოდიშს რო აბარებს. რომ პენელოპეს უთხარი რომ ძალიან მწუხარ იმის გამო რაც მოხდაო რა. აი ეგ იყო ერთ-ერთი კიდე ძალიან დიდი განსხვავება და ესეც ერთგვარი ეს უკვე ცოტა სხვა კუთხიდან ნაჩვენები იგივე ამბავი იყო რაც ოდისევს აწუხებს თუნდაც ხო რომ ის ომი რაც მოხდა და ამ ხელამსხვერპლი რო იყო აქ უკვე ელენე რომელიც მთავარი ფიგურანტი იყო ამ მთელი ამის ხო იმას კიდე თავის ცოდები რომ მოყვება რომელიც ასევე ძალიან ნანობს ნოლანის ფილოსოფიის და სათქმელის განსხვავებულობიდან გამომდინარე ტელემაქეს იმაში ტელემაქეზე ვთქვათ რომ თქვით რომ ტომ ჰოლანდზე ვთქვათ ისეთი ნაწარმოებია და ფილმის ისე არის რომ თითო პერსონაჟზე ეს დაწერა შეიძლება და დახასიათების და დარწმუნებული ვარ ნოლანს რაღაც გავსებული აქვს ბლოკნოტები სადაც თვითონ აქვს დაწერილი ეს დახასიათებები მაგრამ სახეობებზეც უფრო რომ გადავერსოთ მე ძალიან მომწონა ტომ ჰოლანდი ძალიან კაი იყო ვიცი რომ ვიღაცებს რაღაც მომენტებში არ ვიცი ანუ ჩემს შევუნებოდი ხოლმე რომ რაღაც ძალიან სპაიდერმენულად გაირბინა. იმიტომ რომ რაღაც თქოს ბავშვს რო დავინახავდი ხოლმე, ეგრევე ვაიგივებდი სპაიდერმენთან, მაგრამ ეგ ისე მე მგონი უბრალოდ იმ იქიდან გამომდინარე, რომ ცოდო არ აქვს და სულ სპაიდერმენი ახსენდება თვასთან დაკავშირებით და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ ალბათ ასე გამოვიდა, მაგრამ ზოგადად ანუ ძალიან კარგი იყო, უბრალოდ ხო რაღაც მომენტებში მაინც დავიჭირე, რომ პიტერ პარკერი მამის გარეშე გაზრდილი ბასილევსი რით უწევს გაზრდა კაცები რომელსაც უყურებს მთელი ამ დროის განმავლობაში არიან ეს ვიღაც ვიგინდა რა ნაძილარები მისა ბაძი კი არ ყავს ვიღაცის მიბაძვით კი არ იზრდება ანუ მიბაძვით კი არ იზრდება პირიქით ამას უყურებ და ამის საპირისპიროდ იზრდება რომ აი ეს პორტრეტები რაც ყავს იცის რომ ამათგან განსხვავებული უნდა იყოს და ეგეც პერსონაჟის ფსიქოლოგიის ძალიან კარგი
გამოხატული და მაჩვენებელი იყო, რომელიც ჩემი აზრით ტომ ჰოლანდმა ძალიან მაგრა გააკეთა. და ძალიან მაგარი იყო ის მომკვეთ, სადაც პარალელურად იბრძოდა ბოლოს მამა-შვილი, რაღაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა მაგასაც. შვილი იბრძოდა რეალურად, ტელემაქე იბრძოდა იმისთვის, რომ ოდისევს დახმარებოდა და ოდისევსი იბრძოდა იმისთვის, რომ განედევნა ეს სასწოები და ტელემაქეს ქონოდა ის მომავალი, რაც მემკვიდრეობით მას მისია. პენელოპე ვახსენოთ აუცილებლად და ენ ჰეთევეი რო ძალიან მაგარი პენელოპე იყო, ანუ ის ძალა რაც არის ამ ქალში და მხოლოდ ლოდინის კი არა, თმენის რამხელა უსაზღრო ჭურჭელი არის ეს ქალი და აი ღვთიური ამ ფილმში ყველაზე მეტად თუ იმას რამე გააჩნდა იყო ჩემთვის პირველ რიგში იყო პენელოპეს ემოციების მოთოკვის და ცივი გონებით განსჯის უნარი, რაც იყო აი რაღაც და რაც თითქოს წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო, იმიტომ რომ ანუ ქმარი დაკარგა, რომელიც ანუ ესე ძალიან უყვარდა. რაღაც მე ნახევარ ფილმის განმავლობაში შვილის უსაფრთხოებაზე ფიქრობს, იმიტომ რომ არ შვილი მამისაძე ბნელად არის და თან იცის, რომ ეს გარშემო მიწავს ისინი იმტერებიან თავის შვილს, კიდე გარშემო სვავები ვით არიან ეს სასწაუები და თითქოს ვფიქრებ, რომ მაგა მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი რაციონალურად ვერ უნდა სჭირდეს ვერაფერს და უნდა იყოს რავი გიჟივით, ალბათ მე ეგრე ვიქნებოდი. მაგრამ მაგიტო უფრო რაღაცა ირო უყურებ მართლა ღვთიურია თითქოს ანუ საოცარი ქალია და ნოლანს ხო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ურთიერთობაო და აშკარად ეთყობა, იმიტომ რომ საეკრანო დრო ერთად ძალიან ცოტა აქვს ის ერთი სცენა და ნუ ბოლოს და რამხელა ქიმია აქვს, ანუ მაგხელა ქიმია ზოგჯერ იმ წყვილებს, ანუ ეკრანულ წყვილებს აქვს, რომელიც მთელი 2 საათს ატარებენ ერთად ეკრანებზე და აქ რაღაცა იმ მთელი ფილმს რო უყურებ, სულ გახსენდება, რომ ოდისევსი უნდა დაუბრუნდეს პენელოპეს და პენელოპეს რო უყურებ აი ფიქრობ რომ პენელოპემ უნდა დაიბრუნოს ოდისევსი და ინეტა შემეძლოს მისთვის თქმა რომ ოდისევსი ცოცხალია, აი რაღაც აუ აი კი ეგა რომ ცოცხალია და რაღაც დიდი და ღვთიური არის მათი სიყვარული და ეგეც რა ვიცი და ალბათ ხო თვითონ მე დეიმონის და ენ ჰეთვეის ქიმიაც, იმიტომ რომ ზოგ მსახიობს აქვს ერთმანეთთან ქიმია, ზოგს არ აქვს, ანუ ამათ აშკარად ჰქონდათ და ნუ ნოლანის კასტინგი რო ძალიან მაგარია მე გვიცით და კიდევ ერთხელ დამტკიცდა მე მგონი ამითასა. სხვა ლუპიტა ნიონგოს ქონა ეგ ნათქვამი რომ რაღაც ჰომეროსიოს საჭირო დროს არ უთმობს ქალ პერსონაჟებს თუ ისეთი არ არის რაც ან ძალიან სისულელე იყო. ხო და უყურეთ ეს საეკრანო დრო თუ მიიჩნევა ყურადღების მიქცევად, მაშინ ეგეთ მეც გამაგებინეთ, იმიტომ რომ რამდენი საუკუნე იწერება 1000 ნაწარმოები და ასე შემდეგ აღარ გავაგზავნებ ბერძნულ ტრაგედიებს რო ქალი პერსონაჟები ყავს, მაგაზე უფრო მაგარი ქალი პერსონაჟები, არც ერთი თანამედროვე მწერლის და რეჟისორი და ასე შემდეგ გონებიდან, რავი, არც მინახავს, არც წამიკითხავს და ასე შემდეგ. პენელოპეს ერთ-ერთი ამის ძალიან მაგარი გამოხატულება, ეგეთი ძლიერი ქალი, კომუნალურად მედიაზე ჰიკაბის მერე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალია. ეუმაუსი, ანუ ჯერ პერსონაჟი რო სასწაულია და სიმბოლური დატვირთვა თუნდაც ბოლო სცენაშიც ოდისევსთან მის დამოკიდებულება და ის ფაქტი რომ უსინათლოა ეს ყველა ამ ყოველს თავი დავანებოთ სახიობი ანუ არ ვიცი ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი რაც გამოუყვა ამ ფილმიდან იყო ეგ როლი და ეგ სახიობი იმიტომ რომ ჯერ ტელემაქესთან თითქოს რაღაც ხიდივით იყო ჩემთვის მამას და შვილს შორის და რაღაც ის სახლი რომელიც გარემოსული ამდენი ტვით და ამდენი აი არაკეთილის ბოროტის მსურველით ეს კაცი იყო უსინათლო, მაგრამ ერთადერთი რომელიც ხედავდა რეალობას. ძალიან მაგარი შესრულება იყო უბრალოდ ანუ ირო გაყვება მართლა და ირო ფიქრობ რა რაღაც ეგეთი. აქაც ეს პერსონაჟი უფრო კარგად ჩანდა, ან შეიძლება მიაღვიქვი ეგრე, ვიდრე წიგნში. წიგნი მეორეს წავკითხე ხა ფილმისთვის და ახლა უფრო მივაქცია ყურადღება ვიდრე ადრე წავკითხე. შეიძლება ასაკის გამოც იყო მაშინ რომ ამ ისეთი ყურადღება ვერ მივაქცია, მაგრამ ფილმში აი უბრალოდ შეუძლებელია რომ ეს არ დაინახო და არ გამახსოვდეს. კი, ძალიან სიგიჟე იყო. ანტინოუსი ხო? ანტინოუსი. პატინსონი ხო, ანუ ერთ-ერთი მართლა რო ვუყურებდი, აი მიზისხებოდა რა, მისი ქცევები, მისი ყოველი ამოსტო მიზისხებოდა და
ანუ ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება იყო ფილმში, სადაც მართლა ძალიან ბევრი მაგარი პერფორმანსი დაიდო. ტოპ 5-ში იყო უეჭველი. კი, აბსოლუტურად და ყოველი აი ხმასაც რო არის. უბრალოდ აი იცი როგორ ვიცოდი რომ იქ იყო, იყო ხო აი ზუსტად მასიურ სცენაშიც რო სადღაც უკან იდგა უკვე მეთქე აი ბოლოს უბრალოდ თან რა კომიკური იყო ის აი უბრალოდ აი სიმხდალე და აი ყველაფერი რაც აი რომ ის არის ყველაფერი რაც ოდისევსი არ არის და არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება და ის როგორ უნდა ამას როგორ უნდოდა როგორ ბედავდა ეს რომ ოდისევსის ცოლი უნდოდა ანუ რას ბედავდა ხვდებით ანუ ამიტომ ბარე მაშინ ეს რო ვახსენეთ ის სცენა ვახსენოთ take that shame shame და მე თემოს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ამ ფილმში უდაოდ აი უბრალოდ რო ვუყურებდი მაგ მომენტს და ხო ვიცოდი რომ რაღაც უნდა ეთქვა კი ძალიან ხო ეხა არ გაფუჭეს და რო აი მეც მივაყოლე ხელი და მეც ჩავიტენე რა მართლა ეგ მახსოვს მაგრამ ვიცი და ეგრევე თათამ რაც მითხრა რა მაგრა თქვა ხალხი ზის ფილმს უყურებდა თათას არ აინტერესებს იმიტომ რომ იმან მაგრა თქვა არ გვითქვამს მომენტი რომელსაც ვაპარაკობ არ გვითქვამს ელიოტ პეიჯის პერსონაჟიც მაგრამ აკვარი სიტყვით უყურა თავიდან ანუ არაფერი განსაკუთრებული მაგრამ მე ძალიან მომეწონა ელიოტის შესრულება იქ თვითონ ჰადესის სცენაში ძალიან კარგი მონოლოგი იყო და ძალიან დიალოგი სიტყვების ყველაფერი ძალიან კარგი იყო და პერსონაჟიც ანუ თვითონ იქ პერსონაჟი და მისი კავშირი ანტონიუსთან და ის რო ბოლოს ოდისეუსმა მისი სახელი აიღო და მისი სახელით მივიდა და აქაც ჩანს მისი ადამიანობა და ის რომ არ დავიწყდება არასდროს ის თითოეული ადამიანი რომელიც უკან მოიტოვა განა ძალით და განა არცა და ყველაფერი, მაგრამ მაინც ხო უკან მოიტოვა და ის იყო მეთაური და მას მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა და თითქოს ეს მის ეს სახელის აღება იყო ზუსტად ეს პასუხისმგებლობის აღება. იქამდე ვიცოდით რომ აღებული აქვს და ნანობს და შემდეგ, მაგრამ უბრალოდ გახმოვანება იყო ამის, რომ მე ეხლა ის ოდისევსი კი არ ვარ, მე ეხლა ვარ სინონი და სინონის სახით ყველა ის ჯარისკაცი, რომელიც ჩემ გამო თუნდაც ან სადაო იყოს რომ რამდენად მის გამო და რამდენად ზოგადი სიტუაციის და რამდენად აგამემნონის გამო საერთოდ ის რომ მან აიღო სახელი სინონი არის უბრალოდ მაგის გამოხატულება რომ ის არასდროს არ დაივიწყებს ამას და ოდისევსი აღარ იქნება აღარასდროს მხოლოდ ოდისევსი იქნება სინონის და ყველა ის დანარჩენი რომელიც გონ მოითქვა თვითონ ეგ storyline სინონის და რა ქვია ანტონიუსის ძალიან მაგარი storyline იყო და მაგის იდეალური წერტილი კი არა სახლის ნიშანი ეგ სცენა სადაც მონეტას პირში თხრის რომ მონეტას კი არა მონეტა კი არა ხო ჯოხი რა წაიღეს სირცხვილი აი იქ ვაიმე პატინსონის ანტონიუსის თვალები მაგ მომენტში რომ აი არ ელოდება ამას რომ და თვითონ ქცევა რამდენად ისტერიული არის კი როგორი პანიკურია აი საშინელება თელიან ბოლოს და 10 წუთი იყო რაღაცა იმართლა ესე უჯექი და ბოლოს ანუ ოდისევსის მონოლოგი პენელოპესთან ვაიმე და მაგას რო კიდე ანუ IMDb-ზე გადავიკითხე ციტატები თქო φιλმიდან მაგას რო ვკითხავდი ყველაზე მეტად ყოველი პაუზა რაც მე დეიმონმა გააკეთა და ყველა პაუზა მახსოვდა ანუ უნდა მოსავიყო ახლა ფილმი რო შემოდგა დავამთხოვ იმიტომ რომ აი შანსი არ არის ეგ დაგავიწყდეს ანუ ეგ მონოლოგი მე მგონია რომ უეჭველი იქნება ნომინირებული ოსკარზე და მე უბრალოდ აი უნდა იყოს აუცილებლად უნდა იყოს არ მაინტერესებს რა პერფორმანსები იქნება წელს არ მაინტერესებს ვინ იქნება მე დეიმონი უნდა იყოს იმ თეულში აი ეგ მონაკვეთი უნდა ვაჩვენოთ იქ აუცილებლად ეგ მონაკვეთი იმიტომ რომ ეგ მონოლოგი იყო პენელოპესთან უბრალოდ სასწაული და ის რომ პენელოპე ნელ-ნელა ხვდები უყურებ როგორ ხო მიყვარს კინო ათენაზეც ვახსენოთ ბარემ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა რომ საეკრანო დრო ცოტა თავარ და რაც ყველაზე მეტად მომეწონა ფილმში მე ყველა შემთხვევაში ასე აღვიქი რომ ეს კი არ იყო ღმერთი რომელიც მხოლოდ ოდისევს ეცხადება ეს არის ღმერთი რომელიც ოდისევსმა თავის გონებაში დაბადა ანუ მისი წარმოსახვა სინდისი ხო აი ზუსტად განსხეულება ამის იმ მომენტში მისი გული ტირის რა
კიბესთან რომ სხედან თუ რა სადაც სხედან მისი საკუთარი თავი უტირებს ეგეც რა მაგარისი ღმერთო ეს ყველაფერი უბრალოდ ხალხო ყველაფერი იყო ამ ფილმში რაღაც სიმბოლო ეს დაიდება რომ უყურო და თავიდან იმიტომ რომ ძაღლი სადღაც მაგ ძაღლი რომ ყველა ისა ოდისეის გადაღება პირველად რატომაც მომინდა იყო რომ ძაღლი რომ მოვიყვანე პირველად სახშიო ჩემშულს მოვიყვანეო თუ რაღაც აღარ მახსოვს ახს რა ქვია ოდისეაში აი მას რო დაუკვირდი აი მომინდა რომ ამ ძაღლის გამო გადამეღო ოდისეა და ტელემაქი რომ მაგით ხდება რომ ეს მამამისია ხო აი სად იყო ჩადებული რომ ეს ძაღლი სიკვდილს მიტანებული და ზოგადად რამდენი რაღაც მაჩვენებელი არის ეს უძლური ძაღლი, ხო? იმედის თუნდაც 15 წუთში უნდა მოკლდეს და ანუ აი რამდენი რაღაც სიმბოლოა ეს ძაღლი და რამდენი რაღაც მაჩვენებელია, ხო, სიყვარულის, მოლოდინის, პენელოპეს განსხვავებაც არის, ტელემაქეს კიდე ის ანტონიუსი თუ რაც ქვია, ნაძილარა ეგ რო გამოაგდებს, ეგ ისედაც ხო ის რო არამზადა ადამიანია, მაგრამ მაგას რო უყურებ, კიდე უფრო გული გერევა. მაგიტო ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაც ეს ძაღლი მგონია არის იმედი. იმიტომ რომ ისინი ყველანაირად სწავლდნენ სასწავლები ანტონიუსის ბორტონქთები რომ ამათ იმედი გადაწუროდათ რომ ოდისევსი არ არის ცოცხალი ოდისევსი აღარასდროს დაბრუნდება და ბოლოს მართლა კვდება ეს ძაღლი და უყურებ როგორ კვდება ამათი იმედიც იმიტომ რომ უკვე აღარავის აღარ ჯერა აღარც პენელოპეს აღარ ჯერა რომ ოდისევსი დაბრუნდება აგერ უკვე აპირებს რომ სასწავლებს შანსი მისცეს ასე შემდეგ და უცებ მოდის ოდისევსი და ძაღლი დაისვენა სულიერი სიმშვიდე იპოვა იმედი ხო რაღაცა და დაისვენა ღმერთო მაგრამ ისე ხალხსაც ვიხსენებ და დავუკვირდი ის ტომ ჰოლანდი მასაც პიტერ პარკერი მომაგონა და ეს ბავშვური მომენტები თქო ყველა იყო ოდისევს ბოლოში ოდისევსთან ურთიერთობის დროს და ეხლა დავფიქრდი რომ რეალურად ანუ იმ დაკარგული ბავშვობის აღდგენა იყო რომელიც მამასთან არასდროს ქონია კირკეზე არ გულაპარაკია კირკე მაგ ქალის შესრულება სცენა და ანუ რაღაც სცენები იყო რომელიც ანუ ცალკე სალაპარაკო მართლა თუნდაც კირკეს სცენა იმის სცენა რა ქვია პოსეიდონის დამპალშულს კაცო ციკლოპი მაგრამ ეგ ძალიან შემეცოდა ძალიან შემეცოდა სხვაში უკვე მეც ძალიან შემეცოდა სხვაში და ისე ძალიან ცოდული ანუ თავიდან არ მეცოდა და ბოლოს ძალიან შემეცოდა კი და მეთქი აი ნოლან როგორ ბედავა იქ რო იღრიალა და მან მამამისის კალაუში რო ჩაესვენა მან შემეცოდა ძალიან ოდისევს ისი რა ღირსი დამპალო მოკვდი კირკეს ეპიზოდი უბრალოდ ძალიან ეფექტური იყო ის ჰორორის ერთ-ერთი იყო ჰადესში ბადი აუ ეგ რატო მოიფიქრა რომ ეგრე გაიკეთებინა ძალიან აი ხო შეეძლო რომ აბრაკადაბრაკა ბუ რაღაცა ხო შალალა ბუ ამ სიბინძურეში რო აქ ხელები გასულილი აი ხელები თუ მაგიტო გააკეთებინა რა რაღაც ფუ საზისხო კი და რა თქმა უნდა ძალიან აი როგორ დააკვდა რო კი აი იმენა მიაკოდა. ცხოველები ძალიან კარგი იყო. აი ყველა ცხოველი ვინ რაც ნახეს, აი ნელ-ნელა რო გაპარაკო ეს გარეული კატები რო არიან და რო გონია რომ ეხლა უნდა დაგლიჯონ ესენ და ვაიმე რატო ამათ უფრო ეშინიათ ვიდრე ადამიანებს და აი იქ უკვე ღმერთო ოდისევსი რომ იდევს და ლარს რო გამოკრავს. აუ ლარი, ოდისევსი და ლარი. მე ლარი და ორი ლარი არის რაღაც სიგიჟე. ოდისევსი რომ ამას აღმოაჩენს, რომ ამას რომ იდევს ადამიანს კლავს აბა ეხა აქ მოწყდება თუ ამოწყდება აბა ერთი ფსიქოლოგი ოდეს ერთი კი არა 7 ანუ ფსიქოლოგი რო იყვება ფსიქოლოგს თავის ფსიქოლოგი იყოს მაგის სეანსების მე იმიტომ რომ საშინელება იყო და ძალიან მაგრამ ის რა მაგარი იყო და ოდისევსის ჭკუა და გონიერება გამოაჩინა ძალიან მაგრამ ძალიან უცებ რომ აი მიხვდა ის ჩიტი რომ ვიღაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის და როგორ მოუჭირა ესე მე რაც მინახავს მიდეიმონის ფილმებიდან საუკეთესო შესრულება იყო ჩემთვის. ესე შორსაც წავიდოდი და ამას ვიტყოდი. შორს წავიდოდით, უბრალოდ მე კარგახანია მიდეიმონის შესრულება არ მინახავს, ბოლოს ნახე იყო. ამის წინა ფილმი რაც მახსოვს მიდეიმონის ნახე იყო ეირ ჯორდან ეირსზე რო იყო გადაღებული. ხო რაც come on ანუ everybody მაგრამ Ben Affleck და მე შულალა Ben Affleck ამაკი იქნება ხა თავისი habit
ჩემ ფავორიტი Hollywood couple. როგორი ხო ეხლა რასაკვირველად თავში ყარებული ყველა წარმოდგენილი არის თავში ყარებული წარმოდგენით მე მგონი ხო ყველა ალბათ ცოტა შურს კიდეც თვითონ ვერასდროს ვერ იქნება ასეთი მაგარი მსახიობი და ასეთი მაგარი რეჟისორი მithumenes ეს Ben Affleck-ის როუსტი სპეციალურად ჩემგან მიხედავთ იმისა, რომ იგი აქე. მიუხედავად იმისა, რომ მან იცის, რომ მე რასაც მომმართალია. არა, Ben Affleck კარგი მსახიობი არ ცუდი არ არის, მაგრამ ანუ ეს ასეთი შესრულება მაგრამ ძმაჯობია. кейსი ჯობია 10,000-ში რასამ. ემი ადამსი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც როგორც სცენარისტ და მსახიობს აქვს ოსკარი. და მე დეიმონს აქვს ოსკარი, ოღონდ როგორც სცენარისტ. That's crazy. ხო და ეგ არის ძალიან მსახიობი და ხო ოდისევსზე უკეთესი თვითონა იყოს. ანუ კი როგორ არა, მაგრამ რატომაც არა. ხო ძალიან ბევრი არის სალაპარაკო. თუ გინდათ რომ მეორე ნაწილი ჩავწეროთ ამის განხილვით ჩაიდო დაიდება. თუ მოგეწონათ განხილვა დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. მაშინ დაგემშვიდობებით. ნახვამდის ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმიტომ რომ აშკარად დიდი ყურადღება დაგვიწმეთ, ვინც ბოლომდე უყურებთ ვიდეოს.